ახალ დღის სხვა ახალი ამბები დითოლობის გამო საავტომობილო გზების ნაწილი ისევ პარალიზებულია. გუდაური კობის მონაკვეთის გარდა შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული ამბროლაურის გზის 54 კილომეტრზე. ადგილზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება. დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის ნებადართული. გზაზე ტექნიკა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არისება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც აკრძალული გვაქვს მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის თავისუფალი. ასევე ნარჩუნდება ზავსაშვება გუდაური კობის მონაკვეთზე. ასევე რეჟიმი გვაქვს ჩვენ მოცულობის საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ფასანაური გუდაურის და კობის სტეფანწვიდის მონაკვეთებზე. აქ დანარჩენი მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მიმდინარეობს ყველა მიმართულებით აქტიური გაწმენდითი სამუშაოები.